დღევანდელი სახარება, როგორც ყოველთვის მიგვითითებს სიყვარულისაკენ. თავარი მცნება, რათა იყვარებოდეთ ურთიერთას. ეს მცნება არის და ჩვენც მით უმეტეს სიყვარულის მოციქულის ტაძარში ვართ. ივანე ღვთისმეტყველის ტაძარში, რომელიც სიყვარულის მოციქულია და მისი სიტყვები გახსოვთ, ხო, ღმერთის სიყვარული არის. და მართლაც ადამიანი, როცა სიყვარულით არის აქვსილი, მისი გული ლბება, რბილდება და მასზე ღვთის ბეჭედი ადვილად აღიბეჭდება. როცა გაქვავებულია და გაყინულია სულიერად, დაბლაგვებულია, მასზე არაფერი არ აღიბეჭდება. დაიჩხაპნება ამას სოფლის ამოებათა ამოების რაღაც პანტაკლი ალბათ. მაგრამ როდესაც ადამიანს სიყვარული აქვს, მასზე ადვილად გამოისახება ღვთის ხატება. გამოსახულის შემდეგ მსგავსებად გარდაიქმნება. ამას გამცნევთ თქვენ, რათა იყვარებოდეთ ურთიერთას. ამას გამცნევთ თქვენ თავარსო. და ამას სიყვარულს, როცა ადამიანი და ქრისტიანი სიყვარულით არის აქვსილი, აუცილებლად უნდა იცოდეს, ამას სიძულვილი მოყვება. სიძულვილი მოყვება ამას. პარადოქსია, ხო, იგრძნობს სიყვარულს, რატომ უნდა მოყვეს სიძულვილი, მაგრამ მოყვება გაუგებრად და ანტაგონისტური, წინააღმდეგობრივი, ირაციონალური, არ ვიცი რა რეაქციით მადლობას, სიყვარულს, ზრუნველობას, კეთილგანწყობას, ყურადღებას მოყვება უყურადღებობა, არაკეთილგანწყობა, სიძულვილი, სიცივე, ცივსისხლიანობა და სამიც ერთივე. რატომ იკითხავს ადამიანი? უკეთო სოფელი გძულობს თქვენ უწყოდეთ, ამიტომ პირველად მე მომიძულა. ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ რადგანაც ჩვენ ამას ვიღებთ და თუ ამას ვიღებთ, უნდა გავიხსენოთ, რომ არ დავკოლიეთ, რომ პირველად ის მოიძულა. უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოიძულა. ამიტომ ნურავი ნუელის იმას, რომ შენ ეს სოფელი შეგიყვარებს. და ნურავი მოლოდინის არა ჯამრთელი, მოლოდინის არასასურველი, არასაჭირო, მოლოდინის ასე ვთქვათ, არანაირად არ გამართლებული გრძნობა, იმიტომ რომ არ გაამართლებს შენი მოლოდინი, არ გამართლდება, რომ სიყვარულზე აუცილებლად სიძულვილს მოგაგებენ, ყურადღებაზე უყურადღებობას მოგაგებენ, პოზიტივზე ნეგატივს მოგაგებენ, მადლობაზე უმადურობას მოგაგებენ და ასე შემდეგ აღარ ჩამოთვლი, რომ არ დაგხალოთ. ამიტომ სოფელი უწყოდეთ, რომ თუ გძულობს, პირველად ის მოიძულა. და ჩვენ იმაზე მეტი ვართ, ნეტავინ, მე ვერც ერთი ვერ ვართ, არაფერი, მე მილიონები თუ რა ვიცი, რომელი ნული და ამდენი ნული დავწერო ამ რიცხვში. სოფლისაგანი რომ იყვნენ თქვენო, სოფლელინცა თვისთა ყვარობდა, ვინცაც ეს სოფელი ყვარობს, ამა სოფლისაგან არის და თავისი თვის ყვარობს რა, აქ გასაკვირი ბუნებრივია და თავისთავად ტრივიალური ჭეშმარიტებაა, ხო? მაგრამ მე გამოგირჩიეთ თქვენ ამას სოფლისაგან, ამისთვის ზულთ თქვენ სოფელსაო, ზულთ. ეს სიძულვილი სხვადასხვა ფორმით ვლინდება, მენტალური ფორმით, ემოციონალური ფორმით, ფიზიკური ფორმით, ხილულით შეიძლება, დუმარე ფორმით, პასიური ფორმით, ლატენტური ფორმით, არ ვიცი რა ფორმით, ყველანაირი ინფორმაციული მაგიისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ამ დღევანდელი შესაძლებლობების უამრავი სოციალური ქსელებიდან დავიწყოთ დამთავრებული ჩვეულებრივი ასე ვთქვათ ურთიერთობების ფორმით. არ ვიცი რა ფორმით და რანაირად ყველა თავისთავად შეიქმნის, იმიტომ რომ ყველას თავისი სიძულვილის ასე ვთქვათ დოზა აძლევს ეს სოფელი. მაგრამ თუ შენ ამას მიიღებ როგორც და მადლობით ღმერთს მადლობას შესწირავ და მიიღებ როგორც შენ გამამთლიანებელ და შენს დამაცემენტებელ, შენი სულიერი გამოცდილების შემამტკიცებელ, დამაცემენტებელ, პოზიტივისა და ნეგატივის მასინთეზირებელ რაღაცა უებარ საშუალებას, როგორც წმინდა მამები ამბობენ, მიიღე შეურაცხყოფა, მიიღე ნეგატივი, მიიღე უმადურობა, მიიღე სიძულვილი და შემდეგ. თუ ამას შენ მიიღებ როგორც მაკუნებელ ელექსირს, ძნელია, მაგრამ მაინც, მაშინ ეს ფორმას მიიღებს ისეთ, როგორც ფარშევანგმა იგავში მიიღო, საწამლავის მიღების შემდეგ არა მოკვდა და არა გაბოროტდა, არამედ მისი საოცარი ბუმბულები არაჩვეულებრივ ფერებად და მთელ პეიზაჟად იქცა, რომელიც
მისი ბუმბულების და მისი კუდის გაშლის შემდეგ, მოწამვლის შემდეგ არა მის გაუბედურება, გაუბადრუკება და დაშლაზე მეტყველებს, არა მის გამშვენიერებას და არნახული ფრინველად ქცევის მეტამორფოზაზე მეტყველებს. აი ესე უნდა იყოს ქრისტიანიც. ამასופლის სიძულვილი მან სიძულვილით და კი არ უნდა უფასოყოს და კი არ უნდა დაიშალოს ამასופლის სიძულვილზე, მისდამი გამოვლენილზე, უმადურობაზე და ცივსისხლიანობაზე და უყურადღებობაზე და ამ შემდეგ. არამედ გარდააქციოს ეს როგორც საოცარ მეტამორფოზად, რომელიც შვენიერებად იქცევა და მისი სულიერი ატმოსფერო შეხედავ რა ამ ტაძარში ვერ დაეტევა, ასე ვთქვათ. რომ ადამიანს შეხედავ რა ის შეიძლება დაინახო ფიზიკურად როგორც არსება რაღაცა გარკვეული ზომების და პარამეტრების, მაგრამ მისი სულიერი მზერა და მისი სულიერი ატმოსფერო დაინახო რა შეიძლება განიკვირო და გაოცდე იმ ხელა და იმ უზარმაზარი იყოს და შვენიერება იყოს. ამიტომ რა თქმა უნდა, ვინც აქ გონია რომ დიდია, იქ არ ჩანს ზევით. და ვინც აქ გონია რომ პატარა, იქ ზესავით გამოვწყინდება, იმიტომ რომ შენ ხორცს ხედავ, ჩასასმელს, ტანსასმელს და ადამიანს ტანსასმელით აფასებენ მეშანური ტანსასმელითა და რეგალიებით და მანქანებითა და ფულის ეკონომიკური და რაღაცა სახლის რემონტით და ამ შემდეგ აი ესეთი მეშანური, ობივატელური, ტრივიალური სულიერად გაშიშვლებული ხალხი ამით აფასებს. სულიერად უბადრუკი და არასაინტერესო და უღიმღამო ხალხი ამით აფასებს, მაგრამ სულიერად დიდარი დამწიფებული ხალხი ქრისტეს სარწმუნოებით და გამძლიერებული ისინი სულ სხვა მზერით უყურებენ იმ მეტაფიზიკური მზერით, რომელსაც შეხედავ რა, სულ სხვა რამეს დაინახავ, რასაც შენ ადრე ვერ ხედავდი და ამისაც კი სულიერი მზერა უნდა გაგეხსნას, რასაც ვინ იძლევა და რა იძლევა, ზიარება, რომელსაც თქვენ დღეს მიიღებთ და უფალი ჩვენი იესო ქრისტე იძლევა და მიიღწევა. გვეძლევა, მაგრამ როგორც საჩუქარი, როგორც დაუმსახურებელი წყალობა, რითი, როგორც ჯერებს სიალოცებში ვევედრებით, გასმიდა ჩემი სული, სამშვენელი სხეული, თირკმელები იქნება თუ გული თუ გონება თუ ნაშენებები, ფიზიოლოგიური ტერმინების ორივე ასპექტი აქვს, სულიერი ხორციელი. ძლიერად მთელი სულიერი შენი ორგანიზმი განიწმინდოს, რათა სულ სხვა ხარისხზე ავიდეს, ხარისხობრივად სხვა მდგომარეობაში ავიდეს. და მაშინ როცა ამ მდგომარეობაში ავა და დაინახავ ყველაფერს სულ სხვა თვალით და რაც შენ გეგონა იყო ფასეული, აბსოლუტურად ბძორი და ლეში გახდება. ხოლო რაც შენ არ გეგონე ფასეული, ის იქნება მარგალიტი და იმას უნდა ჩაეჭირო, ყველაფერი ეს გაყიდო, ყველაფერი ეს გახი, ყველაფერი ეს მეორე მხარეს გადადო და მთავარს ჩაეჭიდო. მოიხსენეთ ქრისტეს სიტყვა. უკვე თუ მე მდევნეს, თქვენც აგდევნეთ. უკვე თუ სიტყვანი ჩემი დაიმარხნეს, თქვენიც დაიმარხნეთ. მუწუწუნოთ, არ იწუწუნოთ, არ ვიცუწუნოთ. მალდობდეთ ღმერთს, თუ ქრისტესი არ დაიჯერეს, ჩვენ ცოდვილებს როგორ დაგვიჯერებენ და თუ დაგვიჯერებენ, ისევ ქრისტეს მადლით დაგვიჯერებენ, რაღაცა ჩვენი სულიერი ჭურჭლის პროპორციულად, ხო? არამედ ყოველივე ესე გიყონ სახელისა ჩემისათვის, ქრისტეს სახელი სულ მუდამ ალტერნატივის წინაშე აყენებს ადამიანს და ეს სახელი ჩვენი ცხოვრების მომაბრუნებელი ეგზისტენციის, ჩვენი ეგზისტენციის ბიფურკაციის წერტილი ხდება. ეს სახელი მთელი სამყაროს წინაშე მოწმობის ფაქტი ხდება, რომელიც ჩვენ მიგვითითებს ერთ ტრინიტარულ დოგმატზე, მამისა და ძისა და სულისაცმინისა. სახელისა ჩემისათვის, რამ თუ არ აიციან მომავლინებელი ჩემი. თუ ქრისტე არ იცი და ის გძულს, მაშინ გძულს მისი მომავლინებელი მამა და გძულს ყოვლადწმინდა სამება და არც მონოთეისტი არ ახარ, იმიტომ რომ მონოთეიზმი ტრინიტარული, ის ქრისტიანული ჩვენი ღვთივგამოცხადებული მართლმადიდებლური სარწმუნოების ტრინიტარიზმია და მონოთეიზმია მამისა და ძისა და სულისაცმინისა. ვინც ქრისტე მოიძულა, მან მამა მოიძულა და შედეგად სულიწმინდა ღმერთიც მოიძულა და საკუთარი თავის მოიძულა შედეგად, ხო? აღარ დანარჩენს. ამიტომ ყოველივე რაც თქვა, ეს იმიტომ თქვა, რომ ჩვენ შევიცნოთ ერთი ღმერთი. რომელსაც ვზულდე მე, მამაიცა ჩემის ზულს, ვისაც ქრისტე ზულს, ვისაც ქრისტე ზულს, იმის მსახურის ზულს, იმის მომავლილებელის ზულს და საერთოდ მონოთეისტი არ არის, მონოთეიზმის ზულს, იმიტომ რომ წარმართია სული და დემონურ მდგომარეობაშია და ამ დემონურ მდგომარეობაში მტკიცდება. და ეს
სოდვა, რომელიც ამას სოფლის ხალხს აქვს სიძულვილით ვლინდება. არ ვიცი, პასიური, მდუმარე, აქტიური, ლატენტური თუ ვთქვათ, პასიონარული სიძულვილით ვლინდება, არა აქვს ამას მნიშვნელობა. თვითონ ეს ფაქტი უკვე თავზარდამცემია, მაგრამ ამავე დროს მიმართებელია ისევ და ისევ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მაგრამ ჩვენ მოგვიყვნა ქრისტემ ნუგეშინის მცემელი სული ჭეშმარიტებისა, სული წმინდა და ვლოცულობთ ჩვენ ხო მეუფეო ზესათაო ეს სული წმინდი სადმე ხო ნუგეშინის მცემელი სული ჭეშმარიტებისა ეს მამაოჩვენოს რანგის ლოცვა ხო მამაოჩვენოს საუფლო ლოცვა მაგრამ ეს წამის განმარტება ასეული გვერდია სული წმინდი სადმე ბევრი უნდა ვილოცოთ რომ ნუგეში მოვიდეს ამ ძიმე თითქმის ზოგჯერ აუტანელი ცხოვრების ნიაღვარში და პრესში, რომელშიც ჩვენ ვართ, ამ ძიმე სმოგში, სულიერი ნეგატივის, რომელიც გვპრესავს, ჩლიტავს, რომელიც გვებჯვის, გვწამლავს, ინტოქსიკაციას გვიკეთებს, რომ ჩვენი ნუგეშინის მცემელი უფალი ჩვენი იესო ქრისტემ გამოგვიგზავნოს იგივე თავის თავი, რომ მამა, ძე და სული წმინდეს ერთი ღმერთია, ყოვლადწმინდა სამება, ეს საოცარი დოგმატი ყოვლადწმინდა სამების, რომელიც დაცემული ინტელექტით არ შეიმეცნება და ჯვარია დაცემული ინტელექტისთვის, მაგრამ შეიმეცნება, როცა ადამიანი სარწმუნოებაში იზრდება პროპორციულად მისა. სული ჭეშმარიტებისა, რომელიც მამისგან გამოვალს, სამებს ამ ყოველისთვის და მოძღვარი სულია, დამოძღვარია სული წმინდა. დღისით თუ განსაკუთრებით ღამით, ზოგჯერ სიზმარშიც, ყველაფერი ბოროტისად ხო არ არის, ხილვაშიც, სიზმარშიც, სულიერ განწყობილებაშიც, განხრთობელ ინტელექტში, რომელიც ინტუიციად იქცევა და კიდევ სხვა ჩვეულებრივ უნარჩვევებში და გვასწავლის და გვეუბნება ჩვენ, რომ გზა გაგვიხსნას და სულიერად წინ წავიდეთ. დასასრულას გისურვებთ. მადლობის ეშვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.